მე ვარ მარიამ აბრუშელიშვილი, 23 წლის თბილისიდან. ბავშვობიდან სულ მუსიკაში ვარ ჩართული. 13 წლის ასაკში წავედი ამერიკაში. უკვე 10 წელია იქ ცხოვრობ და ყოველ ზაფხულს ჩამოვდივარ. სწავლობ ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში. მართლა არ მეგონა, რომ ოდესმე მომეცემოდა ესეთი შანსი, რომ ჩემს რაღაც საოცნებო კოლეჯში მოხვდებოდი. ისეც მოხდა, რომ დავაფილიასეს და ეს საერთოდ შოკი იყო და არ ვიცი, ალბათ გამიმართლა. ბერკლი არის გამორჩეული იმით, რომ იცნობ ფენომენალურ მუსიკოსებს ყველა კუთხიდან სამყაროში. დაახლოებით 3 წლის წინ ჩამოვედი მე დასასვენებლად, ანუ გასათხოვებლად. და მოხდა ისე, რომ მე და კოტიკო თოლორეია დავოჯახდით და მე რა განვითარდა ეს ყველაფერი, რაღაც ოჯახი ერთად ცხოვრობდით. მე მომიწია ამერიკაში წასვლა 3 თვის ორსული რო ვიყავი და იქ გავაჩინე ბავშვი და თან ავიღე მოქალაქეობა, ბავშვმაც აიღო მოქალაქეობა და დავბრუნდით და აქ უკვე ცოტა რაღაც აირია ყველაფერი და დღესდღეობით ერთად აღარ ვართ. ჩემი შვილი დაიბადა მანჰეტენზე. და არის 2 წლის, გაბრიელი ქვია. და არის პატარა ლომი და მეც ლომი ვარ და სიმბას ვეძახი. ყველაფერი ზოგადად ხიარულებაში გადამაქვს, იმიტომ რომ ვცდილობ, რომ რაღაც ცუდისგანაც კარგი გამოვიყვანო. არ ვიცი, ეს ჩემი მიდგომაა ცხოვრებისადმი. რას იზამს? შეძლებს თუნდაც ერთი მწვრთნელის შემოbrunებას ბერკლის მხიარული სტუდენტი. The moment I wake up, before I put on my makeup, I say a little prayer for you. While combing my hair now, and I'm wondering what dress to wear now. Say a little prayer for you. Forever and ever, you stay in my heart. I believe. For me there is no one but you. Please love me too. I'm in love with you, so in love with you, and so my pain not you stay in my heart, and I will love you forever and ever. That's how we must be to live without you forever and ever. Never we part. Oh, how I love you would only mean heartbreak for me. Toda movitzki. Before I put on my makeup, say a little prayer for you. Ოჩახ, ბრავო, გილოსავ. რა ქვიათ? მარიამი. რამდენი წლის ხარ, მარიამ? 23. მარიამ, სუნოდიკოს უყურებდი, რატო? იმიტომ რომ ნოდიკოსთან იყავით ერთად გიყურებ. One chair. ორივეს ერთად, ხო? მარიამ, ძალიან კარგი მოგო ხარ და იმღერა ძალიან კარგად. ნერვიულობდი ხო იქ რაღაცა? ცოტა. მაგრამ ნუ არა უშავს. რაღაც ადგილებში ცოტა მოუქნელი მელიზმები იყო, მაგრამ ეს ალბათ უნდა გავითვალისწინო ჩვენი ნერვიულობა. და იმდენად ლამაზი ტემბრი გაქვს და იმდენად ძლიერი ხმა, რომ ამაზე თავისუფლად შეიძლება რომ დაუყროთ თვალები. თუ იქნები ჩემს ჯგუფში, ვიქნები ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ მართლა მჭირდება შენნაირი. მოსწავლე არ ვიცი რა დავარქვა ამას. საწვრთნელი. საწვრთნელი. მოკლედ გელი. მე ძალიან მომეწონა შენი ხმა, შენი ტემბრი, ზოგადად რაღაცა.
ისე იდექი, კარგად იდექი სცენაზე და მღეროდი ამ სიმღერას ისე როგორც უნდა იმღერებოდეს ეს სიმღერა. ამიტომ გამიხარდება თუ წამოხვალ ჩემთან. რაღაცა მგონია რომ უკვე ვიცი რამდენიმე სიმღერა, რომელსაც გამღერებდი დიდი სიამოვნებით. მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელო, გადაწყვეტილება უნდა მიიღო ახლა. კეთა. I love you. კაკა. კაი გოგო იყო, ძალიან კაი ხმა ქონდა. იცი რა ის რაღაც ნიუანსები, რაღაცები ვერ გააკეთა, ეს აბსოლუტურად ნესმის რატომაც ნერვიულობდა და იმითო. მაგრამ მიხედავთ ამისა, თავი ისე მოქონდა, რომ გეგონება ჩვენ უფრო ნერვიულობდით ვიდრე თვითონ. ეს ძალიან კაია რო აქ. შინაგანი რაღაც. ხო და გულოცავ კეთას. მიყვარს ორივე, მაგრამ კეთა უფრო ისეთი. უფრო გოგო. აბიცოთ რა. ფემინისტია და აი. ცოტა ფემინისტია. კარგად იყავით. კილოს.